შეხვდათ ალბათ სიახლეებში უკვე რომ შილაკი აიკრძალა ევროპაში და შილაკი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის და ასე. პრობლემა მართლა დიდია, იმიტომ რომ ქალების თითქმის 60% ახალგაზრდა ასაკის მით უმეტეს იყენებს გელაკს. შილაკი არის ბრენდის დასახელება, როგორც პამპესი და საფენი, ესე ან ქსეროქსი და კოპირების აპარატი. აი ესეთი კორელაცია, ან თვითონ შილაკი ბრენდის სახელია, ზოგადად გელის მანიკურს ეძახიან, სხვა რაღაცებს ეძახიან კიდე გელაკს და ასე. მაგრამ ვიცით რაზეა საუბარი ყველამ, რომ წასასმელია ჟელესავით და ეს ჟელეს დაანათებ მერე იმას ultra ისფერ გამოსხივებას და ეს ამაგრებს. და ჭხილს ალევ როგორ ფორმასაც გინდა. ფერს და ასე შემდეგ. არის ძალიან პოპულარული და ახლა ჟღერს მართლაც თვითონ პრობლემა რომ აიკრძალა ეს რაღაც სასწაული მოხდა, ხო? ან მნიშვნელოვანი საფრთხე არის ალბათ. ახლა რა შეასაქმე? ეს გელაკი შედგება სხვა კომპონენტებისგან. მონომერები, პოლიმერები და ასევე ფოტოინიციატორები. ფოტოინიციატორები ნიშნავს, რომ ხო ჟელესის აქვს, რომ წაისმევ ჟელესავითაა რა, მოკლედ და რომ დაანათებ კროსლინკებს აკეთებს მოლეკულებს შორის, მოკლედ ეს ფოტოინიციატორი და ამყარებს, მაგარი ხდება მერე. და აი ესეთი ფოტოინიციატორია ტიპი O. ნუ გზელი დასახელება აქვს და არა აქვს მაგას არც თქვენთვის და არც ჩემთვის მნიშვნელობა ახლა მოლეკულურ დასახელებას ტიპი O ქვია, მოკლედ აბრევიატურაა ტიპი O. და ეს ტიპი O აღმოჩნდა, რომ არის მავნე გამრავლებისთვის, რეპროდუქციული სისტემისთვის. ოღონდ აღმოჩნდა ეს არა ადამიანებში, არამედ ცხოველებში. და ნუ ცხოველებში რა გამოიწვია? გამოიწვია ის, რომ როცა აძლევდნენ ახალგაზრდა ცხოველებს, რომელიც იმშობიარებდა, თაგვებზე ძირითადად საუბარი, რა თქმა უნდა, ცხოველს როცა გულისხმობთ, ძირითადად კვლევები ტარდება თაგვებზე. და დედის წონა იყო მცირე, ბავშვის წონა იყო მცირე და ამ ბავშვებს, ბავშვ თაგვებს ჰქონდათ დეფორმირებული ხერხემალი რა, ანუ ხერხემლის პრობლემებს იწვევდა მოკლედ და ოციფიკა გაძვალების პრობლემებს იწვევდა. და ახლა ამის გადმომღერება მოხდა, რომ ანუ თუ თაგვებში არის საშიში და თაგვებში პრობლემაა, მაშინ ადამიანებში შეიძლება პრობლემა იყოს და ამიტომ დაამატეს სიაში 1B, ანუ REP1B ესე ქვია, ანუ როგორც რეპროტოქსინი, ანუ გამრავლებისთვის ზიანის მომტანი, 1B კატეგორია. 1B ნიშნავს, რომ მაღალი მტკიცებულება არსებობს, ნამდვილად მოქონდა ეს ზიანი და B ნიშნავს, რომ თაგვებში, ცხოველებში არსებობს და არა ადამიანებში. ადამიანებში რო იყოს ეს დაკვირვება გაკეთებული, იქნება 1A. ვინაიდან 1A არ არის და არის 1B, ანუ 1B, ამიტომ ნიშნავს, რომ ცხოველებში დააკვირდნენ ამას. ახლა აქ რამდენიმე პრობლემაა. პრობლემა ის არის ერთი, რომ ეს დაკვირვება მოხდა ძალიან მაღალი დოზებით და ეს მაღალი დოზებით ადამიანს რეალურად არ უწევს კონტაქტი ამ ტიპი O-სთან და ეს რამდენად გადმომღერდება ადამიანებში ასე ეს უცნობია, მაგრამ ვინაიდან მავნეა ცხოველებისთვის, ამ შემთხვევაში პირდაპირ ავტომატურად იკრძალება ხოლმე ევროპის რეგულაციებით კოსმეტიკაში მათი გამოყენება და ამიტომ ჩაჯდა რეალურად ავტომატურად ნივთიერებებში, რომელიც გახდა აკრძალული. ეხლა კითხვა არის ესეთი, რომ არის თუ არა ალტერნატივები არის კი? ანუ LTPO არის ესეთი, რომელიც ანუ L ფორმა, შეცვლილი ფორმაა მოკლედ, მოლეკულის ფორმაა შეცვლილი და უფრო დიდია მოლეკულა და ნაკლები შეღწევადობა აქვს და ნაკლებ პრობლემას შექმნის. კიდე დენტალურ ფოტოინიციატორებს რასაც იყენებენ, მაგას იყენებენ და არის კიდე ძველი ფორმა, რომელიც ადრე გამოიყენებოდა HCPK, ესეთია ის ძველი მოლეკულა, რომელიც გამოიყენება, რომელიც უსაფრთხოა. ხო, ნუ გაჩნდება კიდე სავარაუდოდ უსაფრთხო ფორმები, რომელიც იქნება ახლები. საქართველოში არ არის საკრძალული. არ არის საკრძალული არც ამერიკაში.
ეხლა რო ეს მოხდეს თუ არა გადამღერება ამის და საქართველოს თუნდა აიკრძალოს თუ არა აიკრძალოს ეს არის კამათის საგანი რა თქმა უნდა არის ორნაირი მიდგომა ასეთ დროს რომ ერთი მიდგომა გეუბნება რომ როგორც კი მე ვიცი რომ ეს არის მავნე მოდი ავკრძალოთ მიუხედავად იმისა ეს რისკი არის ჰიპოთეტური თუ არა ჰიპოთეტური და ევროპას აქვს ეგეთი კანონმდებლობა რომ რეგულაციები რომ ეგრევე კრძალავენ როგორც კი ჰიპოთეტური რისკი შეიქმნება ეგრევე იკრძალება მათი გამოყენება ამერიკას აქვს რისკზე დაფუძნებული მიდგომა რისკზე დაფუძნებული არის ის რომ იქ სამკითხვას რომ პრაქტიკული რისკი რამხელა ანუ პრაქტიკულად რა ზიანი მოაქვს ამას ჩემთვის კაი გასაგებია რომ ცხოველებში ამას იწვევს მაგრამ ადამიანებში რა შვრება ან მე რომ მაგალითად სამკვირაში ერთხელ ვთქვათ ფრჩხილებს ვიკეთებ ნუ მე არ ვიკეთებ მაგრამ ვინც იკეთებს მათთვის როგორ არის ან რამე რეალური საფრთხე მოაქვს თუ ესეც წარმოსახვითი საფრთხეა ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული არაფერი მნიშვნელოვანი ზიანი ადამიანებისთვის შესაბამისად არის ვარაუდი და არის ჯერჯერობით ეს მიდგომა ამერიკაში რომ არ არის აკრძალული და არც დგას ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ ჯერჯერობით არა შეიძლება თუ რამე კვლევები დადგინდა რომ მართლა ზიანი მოაქვს და ეს ზიანი გაზომვადია ადამიანებისთვის მაშინ შეიძლება აიკრძალოს ანუ გამორიცხული არ არის მაგრამ ამ ეტაპზე არ არის აკრძალული საქართველოში ახლა რამდენად უნდა დავპანიკდეთ არა არ არის ეგ დასაპანიკებელი ამბავი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რამე ისეთი კარცინოგენად არ არის რეგისტრირებული არ არის კლასიფიცირებული ან სიმსივნის გამომწვევად არ არის იყო რაღაც კვლევები რომლის მიხედვითაც შეიძლება სიმსივნის გამომწვევად კარცინოგენათაც იქნებო მაგრამ არ დასტურდება მოკლედ ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი კვლევებით არ დასტურდება და კარცინოგენების სიაშიც არ არის შეყვანილი შესაბამისად ეხლა ის რაღაცა რომ სამკვირაში ერთხელ რომ ხალი ფრჩხილზე წაისვავს ეგ დიდი პრობლემა და დიდი ტრაგედია არ არის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში დადასტურებული არ არის რომ რამე რეალური საფრთხე მოაქვს ჰიპოთეტური კი მაგრამ ან რეალური არა შესაბამისად რომ ახლა აიკრძალოს მაინც ამის მაგალითად მე პირადად ამის მომხრე არა ვარ ნუ შევხედოთ უნდა რა რომ ანუ რაღაცა ისეთი ძალიან ნათელი საფრთხე რო იყოს ხო მაგრამ ახლა როცა ძალიან ჰიპოთეტური საფრთხეა ისიც ძალიან მაღალ დოზებში ისიც ცხოველებში მაშინ ხო ჩემს არ არის საკმარისი არგუმენტი იმის რომ რაღაცა ავკრძალოთ მაშინ როცა კონტექსტს უნდა შევხედოთ ალკოჰოლი არ არის აკრძალული ევროპაში თამბაქო არ არის აკრძალული ევროპაში და ყველა სიმსივნე რაც კი ვითარდება მათი 4% მოდის ალკოჰოლზე ყველა სიმსივნე რაც კი მსოფლიოში ვითარდება მათი 4% მოდის ალკოჰოლზე ეს არის მილიონობით გარდაცვლილი ადამიანი ან მილიონობით გარდაცვლილი ადამიანი მოდის ალკოჰოლზე ალკოჰოლი არ არის აკრძალული ევროპაში და გელაკი რომელსაც ადამიანი ისვავს სამკვირაში ერთხელ და მასთან მინიმალური კონტაქტი აქვს საერთოდ მიიღოს შეჭამოს კი არა საერთოდ ძალიან მინიმალური კონტაქტი აქვს კანზე რეალური კერატინით დაფარულია ხო ფრჩხილი ვიცით ალბათ და პირდაპირ რომ შეიწოვოს წარმოუდგენელია მაგისი ძალიან დაბალი ალბათობა ძალიან დაბალი პროცენტულობა ანუ გელაკი არის აკრძალული გელაკის ტიპიო და ალკოჰოლი რომელზეც ყველა სიმსივნის 4% მოდის და დადასტურებულია ეს არ არის აკრძალული ანუ რამხელა ორმაგი სტანდარტებია რეალურად და ახლა აი ამ ორმაგი სტანდარტების ფონზე ხალხის დაშინება და რაღაცა გაერჭო ყველას ისე რომ ვითომ რაღაც დააპანიკო და არა ეგ არ არის სწორი მიდგომა ნამდვილად შესაბამისად ჩემი პოზიცია ესეთია რომ შევხედოთ უნდა ან რამე ისეთი მოკლევადიანი საშიში და საპანიკო ეგეთი არაფერი არ აქვს შევხედოთ უნდა დავაკვირდეთ კვლევებიც დაიდება რა იქნება როგორ იქნება ხო აკრძალვა და რაღაც არ გაეკაროთ და ეგეთი ნუ ამ ეტაპზე სისულელეა ნუ ყოველ შემთხვევაში ამ რაც ვიცით იქიდან გამომდინარე არა და რაღაცა დიდი რისკიც არა იმიტომ რომ აგერ სიმსივნეზეც კი არ და ლაბორატორიულ დონეზეც კი არ დადასტურდა საკმარისად რომ სიმსივნეს იწვევს რომ კარცინოგენათაც არ დარეგისტრირდა და ანუ პირველი ჯგუფის კარცინოგენია ალკოჰოლი პირველი ჯგუფის კარცინოგენია
თამბაქო და ყოველდღე მილიონობით ადამიანი მოიხმარს და იმაზე არაფერი და ახლა გელაკს რო ისე გოგო წაისვას რომ ამაზე რატომ უნდა შეიქმნას ამ ხელა პრობლემა. არის თუ არა აი გელაკის და შილაკის კიდე სხვა პრობლემები მოყვება თუ არა. რამდენიმე პრობლემა მოყვება მოკლედ, რომელიც ერთი არის აი ეს ультრა ისფერი გამოსხივება, რომელიც სასურველი არ არის. ультრა ისფერი გამოსხივება ეს თითებს დასანათებელი არის ლამპა, ხო? ისა რომ გააშროს ისინი, გამყაროს და ეგ ультრა ისფერის აზიანებს კანს. კანს რო აზიანებს, დნმ-ს აზიანებს და სიმსივნის განვითარებას უწყობს ხელს, მაგრამ ეგ რისკი ეხა როგორია, იცით, რომ ქალმა 40 წლის განმავლობაში სამ კვირაში ერთხელ რო იკეთოს ეს გელაკი თუ შილაკი 44,000 ადამიანში ერთს კანის სიმსივნე შეიძლება დაემართოს აი 40 წლის განმავლობაში რო იკეთოს ყველა ქალმა, ხო, 44,000-ში ერთს აი მაგის გამო დაუპროვოცირდება კანის სიმსივნე. ანუ რისკი არის, მაგრამ აი მანდ ძალიან ჰიპოთეტური და მინიმალური. თუ ვიტყვით, რომ მზე იწვევს კანის კიბოების 90%-ს და მელანომის 60%-ს, მაშინ უზარმაზარი წილი აქვს მზეს და არა იმ ლამპას და არა იმ იმას, რა ქვია, სანათის ის არის რა, დაბალი განათება აქვს, ультრა ისფერი, რაც განსაკუთრებული არაფერი, ძალიან დაბალი ალბათობაა, რომ რაღაც ზიანი მოიტანოს. ხო, იყო საუბარი კიდევ რაღაც რომ აძრობ და ის ფრჩხილებს მტვერის შესუნთქვაზე, სასუნთქი სისტემის გაღიზიანებას. რამე დიდი ისინი არ არის მაგაზე, რაღაც შეიძლება ვიღაც ალერგია ქონდეს კიდე მას შემავალ კომპონენტზე და გაუწითლდეს გარშემო ფრჩხილის გარშემო და ქავილი ქონდეს. შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ნუ რისკები მინიმალურია. ხა ალერგია ადამიანს შეიძლება ქონდეს წაბლზეც და იმაზე, ლეღვრზეც და პურზეც. შესაბამისად, ახლა ალერგიისგან დაცულები არავინ არ ავართ, ხო? ნუ ტულისგან უნდა მოერიდოთ, რომ არ შეისუნთქოთ ის გაკეთების პერიოდში. ხო, აცეტონი და ესენი გელაკის ხშირი გაკეთება ფრჩხილებს ათხელებს. რო აძრობს, მე ისე უკეთებ აძრობ, ეს ათხელებს ნამდვილად, ეს დადასტურებულია. შეიძლება 50%-ითაც კი შეათხელოს ფრჩხილი, ამიტომ ეგ ნამდვილად არის რაღაცნაირად რისკი. ხო, ეს აცეტონის სუნთქვა, ნუ ზოგი ადამიანისთვის თავის ტკივილს იწვევს. ხა როგორც წესი ისე დოზით არ სუნთქავ იმ აცეტონს, რომ რამე გიქნას, მაგრამ სალონებში და ის ტექნიკოსები, ვინც სალონის სპეციალისტები ვინც არიან, იმათ მეტი უწევთ, რა თქმა უნდა, ამიტომ კარგად უნდა ნიავდებოდეს სალონი, ეგ მნიშვნელოვანია. ხო, შესაბამისად ალტერნატივები გვაქვს, ნუ ვინც ჩათვლის, რომ ეს საკმარისი რისკია მისთვის, ალტერნატივები არსებობს. თუ არა და ამ ეტაპზე განსაკუთრებული საფრთხე შილაკისგან და გელაკისგან ნიშნულოვანი საფრთხე, დაზომვადი საფრთხე ადამიანებისთვის არ არის ხელმისაწვდომი ეგეთი მტკიცებულებები, რომ რამე იწვევდეს მნიშვნელობას. ამ ეტაპზე ესეა, თუ რამე შეიძლება გაგეგებინებთ აპდეითი იქნება. იქიდან გამომდინარე რა შეიძლება. ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერა, დონაციები შეგიძლიათ გააკეთოთ, აღწერაშია ანგარიშის ნომრები. ვისაც გინდათ დონაციას პლუს ჩემთან ინდივიდუალური კონტაქტი და კითხვების დასმა და ესე დეტალურად მისთვის შეგიძლიათ პატრონზე გამომწეროთ. და ვისაც გინდათ უბრალოდ მხარი დაუჭიროთ არხს, ამისთვის დალაიქეთ, გაშერეთ, დააკომენტარეთ. შესაბამისად, ეგეც დიდი საქმე იქნება თქვენი მხრიდან გაკეთებული, ვისაც ჩემი არხი მოგწონთ. მადლობა თქვენი ინტერესისთვის.